რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო უცნობი და მაესტრო წარმოგიდგენ პროექტ სუბიექტური აზრი, რომლის წამყვანი ვარ მე, შალვა რამიშვილი და ჩემი თანაწამყვანი არის ნათია მიქიაშვილი. უბრალოდ ნათია მიქიაშვილი შეიძლება იყოს წამყვანი და მე კიდე თანაწამყვანი. როგორ გაწყენინო იმიტომ თქვი. როგორ ვიგარდება შეგარავდანს ყველა შალვა რასისულელია საღამოშვიდობისა სასიამოვნოა იმ ადამიანებისთვის მუშაობა, ვინც ახლა ჩვენ გადაცემას უყურებს, ჩვენ რამდენიმე წუთში კახა კუკავას სუბიექტურ აზრის შემოგთავაზებთ ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა აქტუალურია. კახა კუკავამდე ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს რესპუბლიკაში. ვინ შეარწმინა დღეს რესპუბლიკა? შეარწმინა არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტმა დღეს მოცვის ბუჩქი დარგო. აი ესე სამეგრელოში დარგა. ბაკურ კვაზარელთან ერთად ბრანდებოდა სამეგრელოში და მოცვის ბუჩქი დარგო და თქვა რომ ყველამ უნდა გაამწვანოს. მე გამახსენდა ამ პასაჟზე ბიბლიური სიუჟეტი, როდესაც მოსეს ალმოდებული ბუჩქი ელაპარაკებოდა. ნუ ღმერთი ალმოდებულ ბუჩქში გარდაისახა და ალბათ მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ამიმედიც და მე დაელაპარაკება, იმიტომ რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც უკვე მეტაფიზიკური კატეგორიებით ილაპარაკებს მიშა. მე წინასწარ მეტყველებ ამ დროს. ხო, თუმცა როგორც ჩანს მიშას კიდევ გამოვიშთა მიმბაძოლები არა მარტო მიშას, ამ შემთხვევაში პუტინსაც, მედვედევსაც, ობამასაც, გიგი უგლოვას დღეს Facebook-ზე სოციალურ ქსელში აქვს გამოკითხვა და შეკითხვებზე პასუხი, ანუ ის დიალოგში შედის უკვე ინტერნეტ მომხმარებელთან, რამდენიმე შეკითხვა. ხო, Facebook-ში ჩატავს. ჩატავს თორე არ ვიცით რომ მე არ მყავს მეგობრებში, ვინც მყავდა ხელისუფლების წევრები, რამდენიმე მამუშალა ანატომიის რაღაცა კონკრეტული გადაცემების გამო. შესაძლოა რამდენიმე საინტერესო შეკითხვაა დასმული და ერთ-ერთი უკავშირდება Outdoor-ს გახსოვს ალბათ კეზერაშვილზე რომ ხოდა ანატომია. ხო, იქ იყო ამის შესახებ ძალიან ვრცელად, ამიტომ ამ შეკითხვის ავტორს ურჩევ ანატომიის. ნებისმიერ სახით ესეთი ინტერაქცია უკვე მომწონს. თვითონ სააკაშვილი. კი, თვითონ სააკაშვილი მე კომპეტენტურად შემილა გითხრა, კომპიუტერთან არის მწყრალად. ტელეფონის ნომრებს ვერ იმახსოვრებს თავის ტელეფონში. ვინ და შენ ნამდვილად ზუსტად ეცოდი. კი, არის ის ბეჭდა და კომპიუტერთან არის მწყრალად. და აქედან გამომდინარე, ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს პირადად ალბათ ვერ ან არ აითვისებს. და Twitter-ზე თუ არის? არ არის. პირადად ის კომპიუტერთან მართლა მწყრალად არის, ანუ არ ეხერხება კლავიატურაზე. ნუ ესე იგი მედვედევს ჩამორჩება ამაში, იმიტომ რომ მედვედევი Twitter-ის აქტიური მომხმარებელია. მე მინდა ჩვენი სიუჟეტი გავიხსენო, რომელიც გუშინ გავიდა, გახსოვს მედვედევი თუ როგორ იჯდა, იქ მთავრობის გასვლით სტომა ჰქონდა, მანამდე პუტინს ჰქონდა აქტივისტებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან შეხვედრა და ნუ აქ ძალიან თვალშისაცემი იყო ვიზუალის და კონტენტის მსგავსება სააკაშვილთან, რომელმაც ასევე გამართა შეხვედრა ახალგაზრდებთან ბანაკში. ხო და ეგ მე რა ვერ გავიგე, ანუ ვინ ბაძავს? პუტინი მედვედევის სააკაშვილი პუტინი მედვედევს თუ ყველა ერთად ობამას? ჩემი აზრი არის, ერთი ფირმა იმიჯის კორექციისა, ხო არის ხეულის კორექციის ფირმები, არის კიდე იმიჯის კორექციის ფირმები და ერთი ფირმა, ერთი პატრონი ყავს და აი ასე ულუფა იძლევიან რეკომენდაციებს და ემთხვევა უბრალოდ ხანდახან და ყველას ვერ დაარეგებენ ისინი. ხო და აქედან გამომდინარე, მათაც ხო ეზარებათ მუშაობა, ხო? იაფი ფული არის კალკაკ და ნუ ეუნებიან რომ შენ და ჯეკი დავუშვათ კოსონთან და მე იგივე რეკომენდაციას აძლევენ მიშას. კიდევ რა ხდება? რვიანმა რაღაც აქტიობები. რვიანთან ნუ აქტიობებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მან ძირითადად დავით გამყრელიძემ განაცხადა რომ ისეთი თქვა უარს იტყვიან რვიანში მონაწილეობაზე, აქციებში მონაწილეობაზე, იმ შემთხვევაში თუ რვიანმა განაცხადა და ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება რომ ისინი არ გამორიცხავენ აქციების დაწყებას იმ ბიზნესის მისაღწევად რაც აქვს ამ შემთხვევაში. გახსოვს როცა მოდიოდნენ რვიანის წევრი პოლიტიკოსები მუდმივად უსვავდით მეც და შენს და გამცოც უსვავდა ამ შეკითხვას რომ აი ჭრელია რვიანი შეთანხმებულები ხართ გეგმაზე. ჩვენ რამდენიმე დღეს ეთინას ველაპარაკეთ ხიდაშალს ამის შესახებ და ეთინამ ხოლმე ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, ანუ ფაქტობრივად პრინციპში გეგმაზე არაფერი უთქვამს მას და არ მოუღოლია თუ კონკრეტულად რა გეგმის მიხედვით იმოქმედებს რვიანი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში გამყრელიძე და კაციტაძე აცხადებენ მაგალითად იმას, რომ ისინი არ არიან აქციების მომხრე და გამყრელიძე ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ მიიღებენ ახალი მემარჯვენეები მონაწილეობას ამ აქციებში, რომელსაც პროგნოზირებს ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანია თავის მხრივ. ოღონდ ეს ირაკლი ალასანია, ის ირაკლი ალასანია, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამორიცხავდა ნებისმიერი ქუჩის აქციებს. მე პირდაპირ შემიძლია გამყრელიძის
გასაგონად თქვა, ხვალ გვეყოლება ალბათ სტუმრად გამყრელიძე. იმედი არ გადაიფიქრებ შენ ამ განცხადების არა, მე უბრალოდ ვეტყვი რომ მიკვირს იმ პოლიტიკოსისგან და ზოგადად პოლიტიკოსისგან განცხადება იმის თაობაზე რომ ქუჩის აქციები არ უნდა. თუ აქციები არის კანონის ფარგლებში, რატომაც არა არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური იარაღი. კი, არის ეფექტური იარაღი, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები, შალვა, თინასაც ველაპარაკებოდი იმ დღეს და ვუთხარი კიდევაც ეს რომ ანუ აქციას აქვს მაშინ აზრი აქციის ჩატარებას თუ აქციამ შეიძლება რამე მოიტანოს. ახლა ბოლო 7 წლის განმავლობაში მე არც ერთი აქცია არ მინახავს ფაქტობრივად რომელსაც ნუ გარდა 2007 წლის 7 ნოემბერს თუ არ ჩავთვლით, სადაც მე მაინც უფრო მგონია რომ იმედის დარბევის ფაქტორმა განაპირობა ის რომ სააკაშვილი მაშინ გადადგა და ეს იყო ერთადერთი რაღაცა თქვა რაც გამოიწვია. მესმის ნათია, მაგრამ მე მინდა გავახსენო ეს აქციები და 2009 წლის აქციებიც და მინდა გავახსენო ის, რაზეც ეხლა დღეს ყველა ღიად საუბრობს. უსუფაშვილი, გაჩეჩილაძე, რომ სააკაშვილი მაშინ, როდესაც ეს აქციები იყო პიკში, ბევრ რამეს თმობდა. ისეთ რაღაცებს, რაც დღეს არის წარმოუდგენელი. კი, მაგრამ საბოლოო ჯამში რა დათმო? არაფერი, იმიტომ რომ შეთანხმებულები არ ყოფილან. შესაბამისად, გვაქვს ისტორიული მაგალითი იმისა, რომ თუ შეთანხმებულად იმოქმედებენ, აქციებითაც რაღაცის მიღწევა შეიძლება. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ უკვე მივალთ იქამდე, რომ სააკაშვილში კი არ არის პრობლემა ოპოზიცია, შედავიდრე აქამდე მივალთ. ჰარლემის ფილმთან დაკავშირებით არის კიდევ ჰარლემის ფილმთან არის დაკავშირებით კიდე რაღაცა სიახლეები, ჟურნალისტები არიან ძალიან გამბრაზებულები, განსაკუთრებით ბეჭდვითი მედია რომ არ დაპატიჟეს ფილმის პრემიერაზე. ერთად, ხო? თორთლაძესთან ერთად. მე ვნახე დღეს ეს ფილმი, ეს არის ძალიან სუსტი სცენარი. როდესაც მიდიხარ ასეთ ფილმზე, არ ელი რომ ის მაინდა-მაინც არტ-ჰაუსი იქნება და ღრმა ინტელექტუალური ფილმი იქნება. ხო, მაგრამ ამერიკაში კარგად გაკეთებულ ბოევი. ამერიკაში მაინც პროგნოზირებენ რომ ეს იქნება ზაფხულის ბლოკბასტერი. არ იქნება ზაფხულის ბლოკბასტერი, შემიძლია ძალიან კომპეტენტურად გითხრა. რომ უამრავი ბლოკბასტერი მაქვს ნანახი, მიმყვარს ბლოკბასტერები, დაახლოებით ერთ სიუჟეტურ ქარგზე არიან ისინი მოჭრილი და დრამატურგია ამ ფილმს აქვს. პირდაპირ გეტყვი შტერის სცენარისტის დაწერილი სცენარი. იმდენით შეუსამამო რაღაცები ხდება იქ, რომ მიკვირს საერთოდ ჰოლივუდელმა რეჟისორმა როგორ მოკიდა აი ამ სცენარს ხელი. ევრაზიანეტმა ძალიან საინტერესო რაღაცა განაცხადა ამ ფილმთან დაკავშირებით. აგვისტოს 5 დღე როგორც ჩანს, გართობასა და პროპაგანდას შორის საზღვარს აფერგფთალებს. რა თქმა უნდა. აქ საუბარი ამ წერილში ძალიან საინტერესო წერილი იყო, საუბარი იყო იმასაც, რომ ანონიმური იყო დაფინანსების წყარო, თუმცა ხვალ ანატომიის მაყურებელი შეიტყობს და მაყურებელი დიდ მონაწილემა იცის, რომ დაფინანსების წყარო არ არის ანონიმური და თავის თავზე ესა იყო პროდიუსერმა კობანაყოფიამ, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დეპუტატი და ძალიან საზოგადოების დიდ მონაწილეა. ხოთა შორის ეს ამბავი არისო და კობანაყოფის დეპუტატი რომ არის? ძალიან ბევრმა ადამიანმა არის. ეს ის კობანაყოფი არ არის, რომელიც დავით აიამ ჩაუშვა, რომ საზღვარზე კარგოდაო. 2008 წელს ხოთა შორის საინტერესო ამბავია, ხო 2008 წელს ადამიანი მოხვდა ოფიციალურ სიაში იმ პირთა შორის, რომლებმაც დატოვეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველო და საბოლოო ჯამში ის საფინანსებს რუსეთს საქართველოს ომის შესახებ დანაშაული. კი, და ნუ ხა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი რო იყო თუმცა ეხლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია რომ ფილმი ჩემი აზრით არ გამოვიდა ისეთი როგორც უნდა გამოსულიყო, ეს არ არის. თუმცა მე ეს არ მახავს. კარგად გაკეთებული პროპაგანდა არ არის, ეს არის აი საბჭოთა კავშირი რო იღებდა ფაშისტურ გერმანიაზე ფილმებს. დაახლოებით აი ესეთი სიუჟეტური გერმანია რო ჯობდა ხოლმე ყოველთვის ამაში. ანუ გერმანელები რო იდიოტებად არიან წარმოჩენილები, დაახლოებით აი ესეთი შტაბ-ეჭდილება გექნება, რომ აი ესეთი სწორხაზოვანი აგიტაცია ჩაატაროს. მე და შენ საუბარი სულ რამდენიმე წუთი დაგველოდეთ კახა კუკავას საკუთარი სუბიექტური აზრით. დავიდრე კახა კუკავა საკუთარ სუბიექტურ აზრს შემოგთავაზებს, მანამდე მაყურებელს შევახსენოთ, ვინ არის კახა კუკავა. დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს ქალაქ თბილისში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-99 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კონსულტანტად სექტორის უფროსად. 2001 წელს დააფუძნა იურიდიული ფირმა სანდო კონსალტინგი. 2003 წლის დასაწყისში კახა კუკავა კონსერვატულ პარტიასთან ერთად შეუერთდა ქვეყანაში წამოწყებულ დიდ საპროტესტო ტალღას. 2004 წლის მარტში კონსერვატული პარტიის კვოტით იგი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად პროპორციული სიით. 2004 წლის ივნისში კონსერვატული პარტიის სხვა წევრებთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა დატოვა უმრავლესობის ფრაქცია. 2007 წლის ნოემბერში კახა კუკავა არჩეულ იქნა ოპოზიციური ფრაქციის დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარედ, რომელიც აერთიანებდა კონსერვატორებს, რესპუბლიკელებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე კახა კუკავა ხელმძღვანელობდა ლევან გაჩეჩილაძის შტაბის იურიდიულ სამსახურს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასახელებული იქნა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტეტთან კანდიდატად
კანდიდატად თბილისში გლდანის საარჩევნო ოლქში. 2010 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი და ასევე პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე. თავისუფლად საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი ჰობია ფეხბურთი და მოგზაურობა ხაზს. მეუღლე და ორი შვილი ბატონ გახა საღამოშიდობისა მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მოგესალმები. ახლა როგორ არის? რაშები, როგორ არის საქმეები? საქმეები, რა ვიცი, არ არის რა თქმა უნდა. ბატონო, თქვენი მოძრაობა უკვე პოლიტიკური პარტია რამდენად ჩემთვის ცნობილია თავისუფალი საქართველოს. მოძრაობა ეწოდება უბრალოდ როგორც ბევრ პარტიას ეწოდება მოძრაობა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ახლა ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ახალი, შედარებით სუსტი, ალბათ არ დაიწყო ახლა ჩვენი ღირსშესანიშნავი ოპოზიციონერის მსგავსად, რომ 30000 წევრი ყავს. რამდენი წევრი ყავს? არ გადავამოწმო. არ გადავამოწმო, რამდენი? არა, გადავამოწმო, ჩვენ ყავს რამოდენიმე ასეული წევრი, ახალ დაფუძნებული არის და რა თქმა უნდა ეს მოკლედ თუ შეიძლება ლირიული გადახოვა თავიდანვე, მაგრამ ძალიან მოკლედ პოსტულატების სახით. რა რის მაქნისი პარტია, რა მოხელენაჩალნიკი ხარ, ანუ რა იდეოლოგიას აწვევი? შენ იყავი კონსერვატორი და ეხლა იგივე საკითხი. მოკლედ ამისი ჩამოყალიბება ალბათ რთულია, საერთოდ თეზების სახით ჩვენ გვინდა ახალი ევროპული ტიპის ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება შიდა დემოკრატია, რა განასხვავებს ალბათ შეკითხოს ასე დავსვამდი, რა განასხვავებს სხვა პარტიებისგან, რომელთა დიდი სიმრავლე არის. პირველი შიდა დემოკრატია და მეორე ჩვენ გვინდა შევქმნათ ხელისუფლებისაგან ერთგვარი იდეოლოგიურად განსხვავებული ორგანიზაცია. შეინციროთ დღეს ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება, მაგრამ იდეოლოგიურად სხვაობა თითქმის არ არის. რა გაქვს თქვენი? რა იდეოლოგია გაქვთ? მოკლედ რომ. ჩვენი იდეოლოგია მამულიშვილები ხარ. ყველა შეკითხვა ბოლოს დამთავრდება იმით, ვინ გაფინანსებთ. არა, სამწუხაროდ რამოდენიმე ასეული თუ ყავთ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ შეიძლება არ თქვა გადანახული ფულით. ხო, ანუ რა არის იდეოლოგია თქვენი? ჩვენი იდეოლოგია არის, რომ ძალიან მოკლედ რო ვთქვა და ორ სიტყვაში, პრიორიტეტი უნდა გქონდეს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენ არა ვართ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით ორიენტირებული მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან ქართული პოლიტიკის ჰარმონიზაციაზე. უფრო რომ ესე ვთქვათ, ადამიანური ენით რო ვთქვათ, კი, პროკარტები ვართ. კი, ეროვნული ძალა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ეკონომიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში, უსაფრთხოების პოლიტიკაში, ქვეყნის მოწყობაში თუნდაც უფრო მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბალანსი, როცა შეიქმნება ადგილობრივი ინტერესები და ნაკლებად დაუშვათ ის გავლენა, რომელიც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკაზე შეერთებული შტატების მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ არის ზედმეტად დიდი და შესაბამისად მავნე. ბატონ გახა, 2004 წელს თქვენ გაქვთ ასეთი შინაარსის გაცხადება გაკეთებული. მიხეილ სააკაშვილი მიდის საქართველოს აღორძინებისა და გამთლიანების გზით, წამს თუ მას დააცადა საუცლებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ხანგრძლივი პროცესია, მთავარია რამდენიმე წელი მუშაობა და მოთმინება. 2009 წელს კი ამბობთ, რომ მე თავიდანვე მომკვდი, რომ სააკაშვილს არანაირი გეგმა და არც სურვილი არ გააჩნდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ მაშინ ყველა გაყვირა და მიშა აფხაზას დაგვიბრუნებსო. ბატონო გახა, რა შეიცვალა? ანუ მე რას ვამბობ? ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება კიდე ასე შეცდეთ ვინმეში ან რამეში ან თუნდაც პოლიტიკურ როდის იყო ეგ თავიდან რო ამბობდი? 2005-ში დაიწყე უკვე ამის ლაპარაკი. 2004-ში ვიყავი არჩეული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ფრაქციაში ვიყავი დაახლოებით თვინახევარი და 2004 წლის ივნისში დავტოვე უმრავლესობის ფრაქცია, ანუ არა თავიდან როცა მკითხეთ როდის იყო თავიდან, ეს თავიდან იყო 2004 წლის ივნისში. რაც შეეხება რა შეიცვალა, მე მგონი ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და 2004 წლის შემდგომ განსაკუთრებით ძალიან მალე აღმოჩნდით ოპოზიციაში. ბატონო გახა, რამდენადაც მე მალე ძალიან მალე აღმოჩნდით, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინ ახლობლებისთვისაც კი გაუგებარი იყო შეიძლება ის მიზეზები, რატომაც ოპოზიციაში აღმოჩნდით და მაშინ ეს მარტო შიგნიდან ჩანდა დაუშვათ იგივე პრობლემები, რაც პირველი პრობლემები რაც შეიქმნა იგივე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ან სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით, ეს ფართო მასას არ აინტერესებდა. ფართო მასისთვის სააკაშვილის ფენომენის ღვევა დაიწყო ალბათ 2006 წლის თებერვალი იყო თუ იანვრის ბოლოდან, როცა გირგულიანის მკვლელობის დეტალები გახმაურდა და 2007 წელი მოყვა და შემდგომ მოყვა და მოყვა, მაგრამ ნუ ალბათ პირველი ისეთი დიდი ღვევა ეს იყო გირგულიანის მკვლელობა. მანამდე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი რამე ხდებოდა, არასწორად და ამას ვაკრიტიკებდით, მაგრამ 2 წელი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სულ რამოდენიმე დეპუტატი პარლამენტში პრაქტიკულად ვიყავით საზოგადოებისგან იზოლირებული, იმიტომ რომ ის თემები, რაზეც ჩვენ მქონდა დებატები სააკაშვილის პარტიასთან, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების, სამართალდამცავი ორგანოების მოწყობა, ეს აბსოლუტურად გაუგებარი და უინტერესო იყო ფართო საზოგადოებისთვის. ერთი რამ მინდა გითხო, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ჩამოყალიბდა ტრიუმვირატი, ხო? შენ, ძიძიგური და დავითაშვილი. გვახსოვს ძალიან კარგად. ურღვევი თითქმის. ურღვევი, რას ამბობ, კლიპები გადიოდა, სადაც თქვენ ჩოხებში გამოწყობილი, შენ ძალიან სასიამოვნოდ სათვალით და იმპოზანტურად ჩოხაში თუ ყაბალახში. ყაბალახში. ღეროდი რაღაც ეს უკაცრავად voice-over-ი, ანუ შენი ხმა არის თუ დადებული ხმა იყო? დადებული. ნატურალურიც არის, მაგრამ ძირითადად ანუ შენ არ მღერი, ხო? მეც ვღერი, მაგრამ ეს სულ რამოდენიმე ხის ნამღერზე თუ აქ თავარი თემა. მაინტერესებს ხის ნამღერზე თუ დასამალი არ არის.
რამოდენიმე თვითონ სიტყვა, რასაც მე ვამბობ, არის ჩემი. მაგრამ მე მას ედება ძლიერი ფონი. კი ბატონო, კარგი. და შემდეგ არა მესმის კაც მომღერალი არა ხარ პოლიტიკოსი. არ ვიბრალებ. მაგრამ მე გვახსოვს ვიზიტები შენ ჟირინოვსკისთან ერთად იყავი, ჟირინოვსკისთან იყავი შენს პარტნიორ კობა დავითაშვილთან ერთად. რა მოხდა? რატომ დაიშალეთ? დაშლა არ მოშლა, რატომ მოხდა? აინტერესებს ეს. რა თქმა უნდა, კი, დარღვევის დაშლის მიზეზები ბევრი იყო, მაგრამ ყველაზე ძირითადად გამოყო ვრცლად არ ვისაუბროთ, ეს მოხდა 2000 ამ წლის თებერვალ-მარტში, როდესაც მე გავაკეთე საჯარო განცხადებები, რომ ის პროცესი, რომელსაც აწარმოებდა რვიანი, ესეთი ტერმინიც იყო, რომელმაც რატომღაც ყური მოკვეთა, რომ მე თქვი, რომ კუბოში დებს ეს პროცესი და შეგიძლია თავსახური დაახუროთ, მე თქვი, რამაც გამოიწვია განაწყენებაც, ასთა სხვადასხვაობაც, ეს საკმარისი მიზეზი იყო, იმისათვის, რომ საარჩევნო ეს იყო ძირითადი საკითხი მაშინ ქართულ პოლიტიკაში. ხელისუფლების შეცვლის მეთოდი და ტაქტიკა ეს იყო რჩება ძირითადად იმ პროცესს კუბოში ჩადება უწოდე. როგორც სოლიდურმა სერიოზულმა პოლიტიკოსმა, ამე ალტერნატივას უნდა შეგეთავაზებინა. ესე როგორ შეიძლება, ხო? რა იყო მაშინ ალტერნატივა? მე ვფიქრობ, რომ ალტერნატივა, ერთადერთი ალტერნატივა, რომ დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები არის მასობრივი აქციები. ეს მაშინაც თქვი, მერეც თქვი, ეხაც ვიძახი და რა ვიცი, თუ რაღაც არ შეიცვალა სოფლიოში და პლანეტაზე ვითარება, მე მგონი ამაზე დავჩები. იმიტომ რომ მოლაპარაკებების გზით არც მუბარაკი წასულა, არც სალიხი, არც სააკაშვილი. გასაგებია, ბატონ კახა, რამდენიმე დღის წინ ლევონ გაჩიჩილაძემ ამ სტუდიაში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს თქვა რვიანთან ერთად რაიმე ტიპის მოქმედებას. საკუთრებით თავის მხრივ თინახი დაშელმა რვიანის წევრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს სხვადასხვა ძალებთან თანამშრომლობას. დღეს უკვე ჩნდება განცხადებები, ახალი მემარჯვენეები, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ რვიანი დაიწყებს აქციებს, ისინი ფაქტობრივად გამორიცხავენ ამ აქციებში მონაწილეობას, რასაც თავის მხრივ პროგნოზირებს ირაკლი ალასანია, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგ იყო ქუჩის აქციების. თქვენი პოზიცია როგორი? ანუ წარმოგიდგენიათ თუ არა თანამშრომლობა რაიმე სახით რვიანთან? ან თუნდაც სამოქალაქო მოძრაობასთან, რომელსაც ისინი აპირებენ. პრაქტიკულად წარმომიდგენია თუ არა ეს მართლაც აჯანმსანდელი და რთული საკითხი არის, იმიტომ რომ თვითონ არ არის ალბათ ჩამოყალიბებული ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია იმაზე ეს აწყობთ თუ არ აწყობთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. მიუხედავად კოორდინაცია ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სხვაობებთან ერთად გეტყვით, რომ დიდი პირადი წყენებიც არის დაგროვილი, ბევრი სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსია, ის უნდა დადგეს ამ ემოციებზე მაღლა, თუ ამოცანა არის რეჟიმის შეცვლა, არაფერი არ იქნება ისეთი სწორი სულა ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ, როგორც ამ ორი ფლანგის კოორდინაცია. გაერთიანება თუნდაც მაგალითად ის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოთხოვნა იქნეს წარდგენილი ერთობლივი ლეგიტიმაციით, რას ნიშნავს თავისუფალი არჩევნები, ან როგორ უყურებთ 26 მაისის მოვლენებს. მე ვფიქრობ, რომ იგივე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომაც არ მოყვა ამას სათანადო გაგრძელება და უფრო მეტი ხმაური საერთაშორისო ასპარეზზე, იყო ის, რომ სააკაშვილმა მოახერხა ოპოზიციაში მინიმუმ ორი განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება. კი, ბატონ კახა, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენი პარტია და მოძრაობა ამ შემთხვევაში არ არის დაკავებული დასავლურ პოლიტიკასთან ხარმონიზაციით ქართული პოლიტიკის და ხომ არ არის ეს შეცდომა, იმიტომ რომ ყველას ახსოვს 25-ში თქვა ამერიკის საერთაშორისო განცხადება. განსხვავება არის, როცა მე თქვი კონკრეტულად ამერიკა და არა დასავლური არის ამაში სხვაობა და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სწორედ ევროპული ტიპის სახელმწიფო, არა მარტო პოლიტიკური, არამედ სოციალური, ეკონომიკური გაგებით. ევროპა რომელსაც ხელისუფლება აპირებს, რომ რუსული გავლენის ქვეშ არის. ხო, მე ხეს რამდენად სერიოზული არის, რომ სარკოზი და მერკელი გაზპრომის მიერ არიან ნაყიდები. თუმცა სარკოზიმ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა ჩვენ. სულ რამდენიმე ხნის წინ. იცით, ცუდი კი არ გააკეთა, რეალური განცხადება გააკეთა და ამას შეასრულა გათვალისწინებული რუსთავი ორი და იმედით არ ვიღებდეთ ინფორმაციას რეალური პოლიტიკის შესახებ. რეალური კაცო, იმან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორია დატოვეს რუსეთის ტანკებმა. კი და მეთოდემა შესაბამისად, მან რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობა თუნდაც ზეპირი განცხადებით დააღვია. ეს არის იყო, კონტექსტი იყო ის, რომ ის ექსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დაიდო მისის შუამავლობით, მან თქვა, რომ შესრულდა ანუ იგულისხმებოდა ტერიტორიის შესრულდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ იმ ექსპერტიან შეთანხმებაში წერია ზუსტად ის, რომ რუსეთს უნდა დაეტოვებინა ის ტერიტორიები, რომელიც მან კონფლიქტის შემდგომ დაიკავა. არსად იქ არ წერია, რომ რუსეთს უნდა დაეტოვებინა აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული ახალგორიდან არ გასულა, კოდორი? დიახ, ახალგორი და კოდორთან დაკავშირებითაც იქ წერია შალვა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს საერთაშორისო დისკუსია. ვალდებულება ჩვენ არ დავთანხმდით. არ დავთანხმდით, დიახ, ამასთან დაკავშირებით ექსპუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით მაშინვე არსებობდა. შენ ახლა არ შეუსრულებელია რუსეთის ექსპუნქტიანი გეგმა. ხო ვიცით მე და შენ ეს.
აშკარად არ არის. მეც მგონია რომ მეც ვიცი. იცით ყველა ვიცით, ეს არ არის შენი ამორჩევლებისთვის კარგი განცხადება, რომელიც ეთერში აკეთებ. არ ვიცი ამორჩევლების ხა მე მგონი ამას ძალიან კარგად გაიგებენ, უბრალოდ ექსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე რომ შეუძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და რეალური მექანიზმები არ იქნებოდა ამაში. ეს არ არის მარტო ჩვენი პარტიის და ჩვენი ოპოზიციის პოზიცია, იგივე კაჩინსკი გამოქვეყნდა ხო ეს ინფორმაცია, რომელიც ლამის უყვიროდა სააკაშვილს და ისე უბნებოდა რომ ხელი არ მოეწერა, იმიტომ რომ რუსები ამას არ შეასრულებდნენ, იმიტომ რომ იქ არანაირი კონკრეტული ვადები, მექანიზმები, მეცაც გეტყვი, იქ წერია სხვათა შორის კონფლიქტამდელი, თუმცა რაიმე ზუსტი სადემარკაციო ხაზები გავლებული არ არის. ახალ გორში კონფლიქტამდე ქართული იურისდიქცია იყო. გარდა ამისა, არც კოდორში არ იყვნენ რუსეთის ტანკები. ეხლა არიან, შესაბამისად არ შესრულებულა 6 პუნქტიანი. გარდა ამისა, შალო გეტყვი ხა თუ ამ თემას ჩავყვეთ, მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან მოკლედ. მანდ ზუსტად მთავარი და არსებითი ფაქტორი არის ის, რომ რუსეთმა როდესაც ცნო ეს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რუსეთი ამბობს, რომ იქ იმყოფებიან არა სამშვიდობო ძალები, მისი მაინც რომ სამშვიდობო ძალების სტატუსი მოუხსნა ამ შერეღბურ ძალებს, არამედ ორხრივი ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთთან და ეგრეთ რეგულარული ჯარი. რეგულარული ჯარი. 6 პუნქტიანი შეთანხმების თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც სააკაშვილის შეთანხმებით შეიცვალა, ეწერა ერთი პუნქტი, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით გაიმართებოდა საერთაშორისო დისკუსია, რაც გამორიცხავდა რუსეთის მიერ ცალხრივად ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მაგრამ ეს არ აღებულია პუნქტში. ეს ამოღებული იქნა დიახ სააკაშვილის თანხმობით მოთხოვნით პირიქით რის შემდეგაც ეს საკითხი ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან და რუსეთის ეს იყო უხეში შეცდომა რაც შეეხება კოდორს და ახალგორს არაფერი სადავო არ არის მე გეთანხმები თუმცა მე არ ამგონია რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოთხოვნაზე მე ეს ვიგულისხმე რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია მე არ ვიგულისხმებ ახალგორს და კოდორს იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რუსეთის მიმართ არის მთელი აფხაზეთის და მთელი სამხრეთ ოსეთის გასაგები ზირი გვაქვს ჩვენ როცა ახალგორში და კოდორში არის რუსეთის საოკუპაციო ჯარები. რუსეთი ხომ არის ოკუპანტი? რა თქმა უნდა, რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, საკითხის გადაწყვეტა, ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის აზრით და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოგვითქვია პოზიცია, რაიმე არსებით რეზონანს, როგორც ქართული გაგებით, ისე ევროპული გაგებით, მოკლებული არის ცალკე ახალგორზე და კოდორზე მსჯელობის დაწყება. ეს საკითხი არ გადაწყდება, არავის ინტერესში, არც რუსეთის, არც საქართველოს, არც ევროპის ინტერესში არ არის საკუთრივ კოდორზე და ახალგორზე დისკუსიის დაწყება. პოლიტიკური პრობლემა არის ეს და თუ მოგვარდება პრობლემა რუსეთთან მოგვარდება მთლიანად ეხლა კოდორიდან და ახალგორიდან და პერევიდან საკითხის გადაწყვეტა მე მგონი არც მოხდება და რო გითხრათ არც ვიცი რამდენად პრიორიტეტული არის ქართული სახელმწიფო ბატონ კახა რუსულ კოდორიდან რო გაიყვანო რა უნდა ვთქვა ჩვენ რომ შესრულდა შეთანხმება მე მგონი კოდორიდან რო გაიყვანო ჩვენ შეთანხმება შესრულდა არ უნდა ვთქვა მაგრამ ძალიან კარგი იქნება ეს ძალიან კარგი იქნება გეთანხმება რუსულ პოლიტიკურ წრეებთან სიახლოვეს გამო ხშირ შემთხვევაში ნაციონალური არხების და ხელისუფლებას ასე ვთქვათ პრორუსულ ძალად გაცხადება ბატონ კახა 2012 წელი მოდის და მოდის არჩევნები რუსეთსა და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვა ურთიერთობების მოწესრიგება და შესაძლებელია თუ არა ეს ან სააკაშვილის პირობებში და თქვენ რა სახით ცდილობთ ამაში მონაწილეობის მიღებას დავამატებდი მიკროშეკითხვას რა ხეირი ნახეთ როცა ჩახვედით და ნახეთ ჯირი დაფინანსება კიდე ცალკეთ ხეირი მაგ გულისხმობ პოლიტიკა საიდან დავიწყო პასუხი მე ვფიქრობ რომ რუსეთ საქართველოსთან რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარება არის რეალისტური თემა და მე ამ თემის მჯერა რაც შეეხება შეიძლება თუ არა მოხდეს ეს სააკაშვილის პირობებში სრულმასშტაბიანი დარეგულირება რა თქმა უნდა შეუძლებელია თუმცა არის თემები რომლებზეც შეიძლება გადაიდგეს პირველი ნაბიჯები მაგალითად ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსეთის ფედერაციაში მაგალითად იგივე კოდორში და ახალგორში დევნილების დაბრუნების საკითხი ეს არის თემები რომლებიც შეიძლება გადაიდგეს შეგეკნა ეს დაბეშტილება ჟირინოვსკიმ გითხრა თუნდაც ჟირინოვსკისთან და თუნდაც სხვათა შეხვედრის შედეგად ჩვენ ახლა მარტო ჟირინოვსკის ხვდებით რუსეთში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის თუ რა უნდა დავთმოთ ამის სანაცვლოდ არაფერი მე სწორედ ეს მაინტერესებს ბატონ ჩვენ რაიმე უნდა დავთმოთ ეხლა ყოველ შემთხვევაში სანამ რეჟიმი შეიცვლება არა თუ გულისხმობ საერთო ჯამში რა შეთანხმება უნდა მოხდეს ანუ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მე ვფიქრობ ძირითადად მე შენ თქვი რომ სააკაშვილის პირობებშიც შეიძლება პროდუქციაზე ლაპარაკი და დევნილების დაბრუნებაზე რა უნდა დავთმოთ ამის სანაცვლოდ ჩვენი პოზიცია არის და ეს არაერთხელ მითქვი არა მარტო თბილისში არამედ მოსკოვშიც იდენტური პოზიცია ქვეყნება ჩვენი ანუ ვერ ვიტყვით ეხლა იმას რომ ეს მარტო აქაური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი რომ ეს უნდა იყოს ცალხრივი ნაბიჯები რუსეთის მხრიდან თუ რუსეთს იდეაში ჭირდება ეს არ არის უსასყიდლო ცალხრივი ნაბიჯები იმიტომ რომ რუსეთი თანახმაა მე ვფიქრობ რომ ამას ყავს ძალიან დიდი ლობი და გეტყვი რატომაც იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისათვის რომ რუსეთთან საქართველოს შეიძლება არსებობდეს სტრატეგიული პარტნიორობა ეს არ არის უსასყიდლო თემა და ეს არ არის რუსეთისთვის უინტერესო
ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კარგად დაცნობიერებს იმას, რომ განსხვავებით თუნდაც 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ის აქ თავის რეზიდენტურით მოქმედებდა და ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა, აუცილებელი არის. რუსეთი აქ ისევ მოქმედებს და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ფაქტი არის შემიძლია ბევრი მაგალითები. რუსეთმა დაუშვას ახლა ჩვენი პროდუქცია და შეუშვას არა, შალო, აქ ეს საქმე სხვა რაღაცაშია. სხვათა შორის უკვე სხვა რაღაცაში, ბატონო, თქვენ თუ დაგისვამთ მამბატია შეგაწყვეტეთ, თქვენ თუ დაგისვამთ შეკითხვა, იგივე რუსულ პოლიტიკურ წრეებში, რუსულ ბიზნესთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვს ქართული თლიანად საქართველო, ანუ აქ არის ჰიდროელექტროსადგურებზე ლაპარაკი. ანუ იმ დროს, როდესაც მიდის, თქვა ლანძღვა, ასე თქვა ზეპირად, ანუ სიტყვიერად. და ამასობაში რუსულ ხელისუფლებას და ხელისუფლებაში ყოფ პირას ეძლევა საშუალო. ეთახმოს, მაგრამ გეტყვით მაგის ახსნას. რუსეთში ეკონომიკა არის ბევრად უფრო ლიბერალური ვიდრე საქართველოში. არა იმიტომ რომ იქ არა იმიტომ რომ იქ ხა ყვავის დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, არამედ სახელმწიფოს მასშტაბები არის ძალიან დიდი და ის რაც საქართველოში კონტროლდება, მაგალითად თონე და სუპერმარკეტი ის რუსეთში არ კონტროლდება. არა, ეგ ამიტომ ძალიან ბევრი საკითხები იქ მიიღება ყოველგვარი კრემლის და FSB-ის კონტროლის გარეშე. თუმცა არა გაზპრომში რა თქმა უნდა, მაგრამ რამოდენიმე რაოიესში და გარიგებები, მაგალითად, როდესაც იქ კახეთში შეიძლება ღვინის ხახმეს ყიდულობენ რუსი მეწარმეები, მე ვფიქრობ, რომ ამაში მაინც და მაინც კრემლის ხელის ძიება სრულიად ზედმეტია. ბატონო, ხა იგივე ოქროს ბიზნესში თქვა ძალიან ეს არ არის ოქრო, თქვა ღვინის ქარხანა და მე არ გონია რომ ეს არ არის სტრატეგიული პოლიტიკის კეთების იარაღი. და თქვენ ფიქრობთ, რომ თქვა რუსებს ამ შემთხვევაში ეძლევათ საშუალება შეისყნოს საქართველოში არსებული ძალიან ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის მოსკოვში მოღვაწე ძალიან ბევრი მეწარმე, თუნდაც ქართული წარმოშობის, დღესაც არის სააკაშვილი აფინანსებს არა, სხვა შორის ებრალიძე გამონაკლისი არის და აფინანსებენ კიდევაც მიხეილ სააკაშვილს და ამაზე არანაირად ნეგატიურად იქაური ხელისუფლება არ რეაგირებს. თუმცა ჩარანგიები და ბევრი არის. ჩარანგიები ფაქტობრივად წამოსულები არა იმის გამო რომ ეს იქაური ხელისუფლება მფარველობს, არა, უბრალოდ იქაური ხელისუფლება ამაზე რეაგირებას არ აკეთებს, ეს იმდენად უმნიშვნელოა. მცირე მასშტაბია მათ. რუსეთისთვის მცირე მასშტაბია, საქართველოსთვის ეს ძალიან მასშტაბური თემაა. გასაგებია, ბატონო, ხა 2006 წელს თქვენი განცხადება სადაც საუბრობთ იმაზე, რომ არ ხარ წინააღმდეგე თუ ებრალიძე თუნდაც ფულს გადმოერიცხავს ამ საქველმოქმედო ფონდი არსებობს თქვენს მოძრაობაში. და ძალიან საინტერესო იყო, თქვა იგივე ლევან ბერძენიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ თქვენ პარტიას აფინანსებს ბერძენიშვილი და თქვენ დასვით შეგეძლო ებრალიძე და ბერძენიშვილი კითხულობდა ამას და თქვენ მაშინ უპასუხეთ მას საწინააღმდეგო და თუ უნდა რომ ხმა არ ამოვიღო, მაშინ უმათქმევინებს 2005-2006 წლებში ვინ აფინანსებდა რესპუბლიკურ პარტიას, ვინ აფინანსებდა? საერთოდ არ არის, მე არ ვაპირებ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ მიზეზის გამო რომ არ მგონია როდესაც ხელისუფლება აწარმოებს ამ ისტერიკას ოპოზიციის მათ შორის ფინანსებთან და მათ შორის რუსულ კვალთან და მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებებთან დაკავშირებით, კიდე ახლა ოპოზიციური პარტიის ის სჭირდებოდეს გამყარება ხელისუფლების ბრალდებებს. მით უფრო თუ ეს არაფერი კონკრეტული არ არის. კონკრეტული არის შეიძლება ოპოზიციის მიმართაც გააკეთო რაღაცა ბრალდება, მაგრამ ზოგადად ისტერიკაში აყოლა ხელისუფლების ბრალდებების მიმართ, არა მარტო ჩემს მიმართ ვამბობ. თუნდაც იგივე ბურჯააძის მიმართ, როდესაც იყო რაღაცა ფეხისმას აყოფილი რამოდენიმე განცხადება, ჩვენ ამას გავემიჯნეთ და ეხაც იგივე შეკითხვა 26 წლის მერე ახალი რეალობა. მოლაპარაკებისები ლაპარაკობენ ხელისუფლებასთან, ყოველ შემთხვევაში კონსტრუქციულები არიან. არ გამორიცხავენ ქუჩის აქციებს, თუმცა აქაც გავრკვევლობა. ჯერჯერობით კრიზისი აქვს რევოლუციონერებს წყალებში. შენ, რომელიც არც მაინდა-მაინც რევოლუციონერი იყავი და არც მოლაპარაკებისდი, ხო? ეხლა რა გზას ირჩევ, რა უნდა გაკეთდეს? მე ისევ იგივე პოზიციაზე ვარ, რა პოზიციაც მქონდა 26 მაისამდე. რევოლუცია ეს ცოტა მოკერებული ტერმინი მგონია, ძალიან ცუდი თუ ვიღაცამ ეს გაიზიარა. აქციები, მასობრივი აქციები, მე ვფიქრობ ეს უფრო ზუსტად ასახავს. რა მოთხოვნა? რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მიმართული ახლა მოთხოვნა რა თქმა უნდა კონკრეტულ ვითარებაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ თავისუფალი არჩევნები. რეალურად რა თქმა უნდა, რისი? რუიანისტი გახდა. არა, რუიანისტი არა ვარ. როგორ არა, რუიანის მეთოდი არის მოლაპარაკებები. შალვა. თავისუფალ არჩევნებს არც ნინო ბურჯანაძე უარყოფს, არც ლევან გაჩიჩილა. ისინი ამბობდნენ, ბურჯანაძე ამბობდნენ, რომ უპირობო გადადგომის მოთხოვნა რომ სააკაშვილის პირობებში არანაირი კონკრეტული აზრი არ აქვს 26-მდე ასე. მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. შალვა, მეც ესეთ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ანალოგია იყო 1990 წელს. და ანალოგია ეხაც ძალიან ბევრი არის იგივე არაბულ ქვეყნებში და არაარაბულ ქვეყნებში. თავისუფალ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს ხელისუფლების შეცვლისაკენ, მაგრამ თავისუფალ არჩევნებს სააკაშვილი არ დანიშნავს მოლაპარაკებების გზით. უბლაშვილს არ აქვს. მასობრივი აქციების გზით, როგორც მოხდა ჩრდილო აფრიკა, რატო ტრიალებს? წარმოიდგინეთ, რომ დაიწყო აქციები, დაიწყო მასობრივი აქციები, განმეორდა 2009 წელი, 2007 წელი, ასე შემდეგ. წამოვიდა ხელისუფლება მოლაპარაკებაზე, რომ დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები. გაგრძელდა მოლაპარაკება ერთი თვე, ორი თვე, რასაც რუიანს გაუკეთეს, ნუ აქციებმა მოხდა და კარგა ხალხი ისეთ
წავედა სახლის თქვა ფიქრობთ რომ ხალხი კიდე არანაირი ერთი თვე და ორი თვე ამ მოლაპარაკებებს არ ჭირდება რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ულტიმატუმი როდესაც ჩვენ ყველაზე წარმატებული ეს არ იყო ძალიან წარმატებული აქციები მაგრამ ყველაზე წარმატებული რაც იყო 2007 წლის აქციები მე მახსოვს მაშინ ოპოზიციის მხრიდან მე და უსუფაშვილი ვიყავით მოლაპარაკებებში და ხელისუფლების მხრიდან მაჭავარიანი იყო და ხანდახან გოგორიშვილი დადიოდა ეს იყო 7 ნოემბრის შემდგომ რამდენიმე საათში დასრულდა ეს მოლაპარაკებები როდესაც არსებობდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება რომ კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნებამდე რაღაცა უნდა შეცვლილიყო არ იყო ეს ძალიან არსებითი შეიძლება მაგრამ რაღაცა უნდა შეცვლილიყო მაგალითად არც ისე მცირედი მაგალითად პოლიტიკურმა პარტიებმა მაშინ მივიღეთ პირველად წევრის უფლება საარჩევნო კომისიაში ეს საკითხი გადაწყდა 2 საათში და მარტის თვეში მე იმიტომაც გავაკეთე განცხადებები რომ მოლაპარაკებებიდან არანაირი შედეგი არ იქნებოდა რომ როცა იწყება სიღნაღში გასვლა, ჩაქვში გასვლა, კონფერენცია, პრეზენტაცია, PowerPoint-ის სრულიად აშკარა იყო რომ ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა იყო დროის გაჭიმვა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენება იმის რომ რაღაცა ხდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კოდექსის შეცვლა. შესაბამისად, კახაბუკავა შეიძლება ვიხილოთ რიანის ლიდერებთან ერთად ქუჩის აქციებზე? ბატონ კახა, სულ რამდენიმე წუთის წინ თქვით რომ მოლაპარაკების გზას ხელისუფლებასთან კუბოს თავსახური ახურავს. და ჩემთვის ცოტა გაუგებარი ალბათ მაყურებლისთვის ანუ ერთი ხელი თქვა ამბობთ რომ აქციები უნდა დაიწყოს და არანაირი მოლაპარაკება ძირითადი მეთოდი არ ვიცი რატო არის გაუგებარი თავისუფალი არჩევნები არის ხელისუფლების შეცვლის გზა ხოლო თავისუფლების შეცვლის საშუალება არის მასობრივი აქციები თუ არ იქნება ქუჩაში დესტაბილიზაციის საფრთხე არანაირი მოლაპარაკებები რევოლუციის მუქარით დაათმობინოთ სააკაშვილს რამე რევოლუციას კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ მე ეშინია სააკაშვილს რევოლუციის როგორ ფიქრობთ და ეშინია და მინახია არა ვერ ვიტყოდი რომ აღარ მე ვფიქრობ და ძალიან ეშინია იმიტომ რომ რეალურად პროტესტი საზოგადოებაში არსებობს შეიძლება მას ამ წუთას რა კონფიგურაციაც არის პოლიტიკურ ბაზარზე ამისი არ ეშინია მაგრამ არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის რომ ნებისმიერ წუთს საქართველოში მასობრივი აქცია დაიწყოს ჰიპოთეტურად განვითარდა როგორც შენ ამბობ ჰიპოთეტიური სცენარი მინდა დავსახო გამოვიდა ხალხი ქუჩაში შეზელით შენ რიანისტებმა რა ვიცი კიდე სხვებმა ხალხის გამოყვანა ქუჩაში შენ რიანისტებმა სხვებმა და გახართ და კურსარი ბერტყავს სააკაშვილი თქვენ რა თქმა უნდა ფარგლებს არ უნდა გადახვიდეთ თორემ დაგშლიან მე რა ხდება გავიხდით მოგვეცი არჩევნები მოგვეცი და ხო ეგ ვიგულისხმობ მე მაინც და მაინც ამბავი მეორდება 2009 წლის 9 აპრილის ამბები მე არ მივიკითხები მაინც და მაინც იმ ფლანგს რა ვიცი არც თეორიულად და არც პრაქტიკულად რომ ფარგლებს არ უნდა გადავიდეთ რა თქმა უნდა რაღაცა ფარგლები არსებობს მაგრამ არა ის ფარგლები რასაც საქართველოს ხელისუფლება მაგალითად მე არ ამგონია ხა რომ ის თუ მეტყვის რა ქვია ვანო მერაბიშვილი თუ იტყვის რომ 20 მეტრში არ უნდა დადგეთ პარლამენტის შენობიდან არა ეს კანონი შეიცვალა არსებობს კონკრეტულად ეს ნორმა ჩვენი სარჩელის საფუძველზე შეიცვალა ის ფაქტი მაგრამ ხო, კარგი, კიდევ რა არსებობს მასობრივი აქციების ის ფორმები. აი ფორმების სტრატეგიული შენობების პიკეტირება. არ მეჭერს, უბრალოდ ეხა არ ამგონია რომ წინასწარ არ მინდა რაღაცა დაპირებასავით გამოვიდეთ. აღარ ამიწინასწარ აღარ ვარ. სტრატეგიული, არა, რომელსაც არ საუბრობდი და ყოველთვის გონია. რომელი სტრატეგიული ობიექტები? სახელმწიფო შენობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები. ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი, კი, თუნდაც კი იმას უნდა გადავკეტოთ. მე რა უნდა გაგრძელდეს შენ როგორ წარმატებული რევოლუციები და წარმატებული არჩევნები როგორ ხდება. კარგით, აი 29 წელს ეს ამ იმას ვინც ხადაგებს, რომ აი ჩვენ ჰილარი კლინტონი მხარს გვიჭერს და დარეკავენ იქიდან და კოდექსს შეცვლიან, ესეთი პრეცედენტი მე არ ვიცი. თუ იცის ვინმე მზადვარ ამაშიც ჩავიხედო. პრეცედენტი არის ზუსტად როდესაც დაგშლიან შეიკრიბები, ამის შემდგომ იწყება საერთაშორისო ზეწოლა და არა PowerPoint-ით რო გაუგზავნი შენ სცენარებს. რამდენი ხანი უნდა აცემინოს ხალხმა თავი იმისთვის რომ რამე შეიცვალოს. რამდენი ხანი საჭირო იქნება ეხლა. რამდენი ხანი თქვენ როგორ ფიქრობთ? შალვა მოიყვანა მაგალითი და სხვათა შორის 2009 წლის აპრილში მე ვამბობდი და მართლაც ასე იყო ის აქციები იყო სოფლიოში აი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტაილანდში იყო კიდე ეგეთი რამდენიმე თვიანი აქცია საქართველოში ეხლა უნდა ითქვას ალალად რომ არაბებმა გვაჯობეს იმიტომ რომ მათ აჩვენეს უფრო მეტი სიმტკიცეც უფრო მეტი გაუტეხელობაც შეიძლება მათ ამისთვის სხვა მიზეზები აქვს მეტი ფული ჩაიდო მეტი საერთაშორისო ჩვენერი პოლიტიკოსები არ ყავთ არა ჩვენერი პოლიტიკოსები და თუნდაც იქ ნამდვილად სოციალური ქსელი დაიწყო ანუ არა ამს გაპრებს ეხლა რომ იქ სოციალური ქსელით მოხდა მარტო ეს პროცესები ამას ყოველთვის მე არ ვიზიარებ და შეიძლება სხვამ გაიზიაროს არის პოლიტიკური სპექტრი ამისთვის ზუსტად ამას მართლა პირად თავგანწირვა ჭირდება ერთი წელი რა ვიცი მე ხება ეს ხო და სხვას ვეკითხები საკმაოდ მაქვს შენ გეკითხები დაზიანებები
მიღებული და ის ადამიანები ვისთან ერთადაც ვართ ასევე ხო და არა გეკითხები არის მზად პოლიტიკურ არჩევნები ერთ წელიწადში არის გარკვეული სპექტრი უფრო მზად რომელიც 26 მაისის ღამეს იყო იქ და ეს ზუსტად სხვა შორის გარკვეული ნაწილი მივედით იქ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ დავუშვათ ხელკეტი მოგხოდროდა და რაიმე პოლიტიკური ის არ ქონდა ამოცანა და არის დარჩენილი პოლიტიკური ხელკეტი რომ კი როდესაც გაკეთდა ჩვენ არ ყოფილვართ არც აქციის ორგანიზატორები და არც სიტყვებით არ გამოვდიოდით როდესაც დილით გაკეთდა განცხადება რომ 12-ზე დაიშლება წავედი მე სახლში ლევონთან უთხარი რომ იწყება ესეთ და ეს და რა ვიცი არ ყოფილა იქ დიდი დისკუსია ერთად წავედით მე საღამოს აქციაზე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამის გარეთაც იგივე რუიანთან კოორდინაცია შენახსენი და სხვა პარტიებიც არიან ახლა მარტო რუიანზეც არ შეიძლება ჩამოკიდება იგივე ლეიბორისტები და ასე შემდეგ და ასე შემდგომ კოორდინაცია შეიძლება შედგეს ყველასთან მე მგონია რომ თუნდაც ნაკლებად რადიკალებსა და უფრო მეტ რადიკალებს შორის თუნდაც პოზიციის ირგვლივ ქაღალდზე სიტყვით თანხმობა შესაძლებელია ესეც რაღაცას ნიშნავს ესეც უფრო მეტად გაიყიდება იგივე საერთაშორისო ერთმანეთში თანხმობას როგორ ფიქრობთ ანუ ეს დიდი საერთო ერთობა რაზეც თუნდაც ლევან გაჩეჩილაძე ლაპარაკობს თქვენ გჯერათ რომ ოდესმე შესაძლებელია რომ საქართველოში შედგეს ოპოზიციას გულისხმობ იცის თუ სრულ ერთობაზე ლაპარაკობ სრულ ერთობის მე არ მჯერა იმიტომ რომ ხელისუფლებას დღეს აქვს უფრო დახვეწილი ტექნოლოგიები ოპოზიციური პარტიების კონტროლის ვიდრე ქონდა 2007 და 2008 წელს და უფრო მეტი საცეცები თუმცა ვფიქრობ რომ უფრო მეტი ერთობის მიღწევა ვიდრე 26 მაისამდე არსებობდა ეს ნამდვილად შესაძლებელი არის და უფრო ეფექტური ერთობის მიღწევა 26 მაისში ბატონ კახა მოასწრებთ 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნები. იცი დრო ესეთი გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან მალე ამას დრო არ ჭირდება თუ არსებობს ნება თუ გაცნობიერებული არის რომ მოდი პოლიტიკა როგორ კეთდება ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს აწყობს თუ არ აწყობს ეხლა ნუ დამაკონკრეტებინებთ არ მინდა რომ პოლიტიკური პარტიების რაღაცა მენტორული ტოლი ნამივიდეს რომ ვასწავლი მაგრამ თუ დამიჯერებენ და თუ გააცნობიერებენ ყველა პარტიას მათ შორის ისინი ვინც დღეს ხელისუფლებასთან უფრო ახლოს არიან აწყობს საერთო ოპოზიციური კოორდინაცია იმიტომ რომ ძალიან ჟარგონზე რო თქვა გადააგდებენ თუ გონია ვინმეს რომ ბარიერს გადაალახინებენ არ გადაალახინებენ ეხლა ესეთი შეკითხვა მაშინ მე ესეთ შეკითხვას გისვავ. გახსოვს 2003 წელს როგორ მოხდა ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ. იყო ძლიერი ფიგურა სააკაშვილი, მისი რამოდენიმე მეგობარი რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, რომელსაც ჰქონდათ ფული, კავშირები, მათ შორის ხელისუფლებასთან და დანარჩენი პარტიები, დანარჩენი პირები კი ბატონო, მას მიეკედნენ არ ვიტყვი, მაგრამ ძლიერი ცენტრის გარშემო გაიყიდა. ესე იყო რა თქმა უნდა. ესე ხდება ერთიანობა. ანუ ესეც ხდება, კი. სხვანაირად არ ხდება. ჩემი აზრით, როდესაც არ არის გამოკვეთილი ლიდერი, რომლის ნდობაც გაქვს, რომ ჩათვალო რომ ეს ლიდერი მაგარია. აზრი არ აქვს. მაგ მიმართულებით ჯელოვის გაგრძელებას, იმიტომ რომ არ არის ეგეთი ლიდერი და აბა მაშინ როგორ უნდა მოხდეს? აბა რა უნდა ქნას? რატო არის სხვა ანალოგიებიც? რატო მაგალითად იგივე ეგვიპტეში არ იყო გამოკვეთილი ლიდერი და რევოლუციის დამთავრების შემდგომ გაიცნო სოფლიო და მე მგონი ეგვიპტემაც რეალურად იქ რამდენიმე გვარი. მესმის რომ ის გზა რასაც შენაბო ბევრად უფრო ეფექტურია და მარტო სააკაშვილის შემთხვევაში არა საერთოდაც უფრო ხშირად და ეფექტურად ეგრე ხდება მაგრამ ნუ არ არის და საერთოდ კახა შენ იყავი ამ ერთობის ერთ-ერთი წევრი. როგორ ხდება ეს ერთობა? აი შევიკრიბეთ დაუშვათ 7 კაცს. გადაწყვეტილებებს როგორ არა, აი ეს ერთობა როგორ ტრაგიკული საკითხი, გადაწყვეტილებების მიღების წესზე რო იწყება საუბარი ის იშლება ყველა. სააკაშვილი ჯობნის ოპოზიცია. მაგას თავი რო დავანებოთ. ერთობა როგორ დგება? აი მიხვედი შენს 10 კაციანი პარტია, შენ კი არა კონკრეტულად. ვიღაცას აქვს 20 კაციანი, 25 კაციანი, მეტი რესურსი აქვს ნაკლები, მერე ნუ ვიღაცას მეტი ფული აქვს, ნაკლები ფული. ჯდებით და რაზე მიდის საუბარი, რომ ყველას თანაბრად უნდა გქონდეს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. საარჩევნო ერთობა არის თუ არასაარჩევნო ერთობა? საარჩევნო ერთობის დროს ბრძოლის ერთობაა, მოდი ესე. საბრძოლო ერთობაში ეს უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი არის, შეიძლება ეს დისბალანსი, რომელიც პოლიტიკურ ძალას აქვს. მე თუ ვარ მაგარი პარტიის წევრი, რომელსაც შენზე მეტი ფული მაქვს და შენზე მეტი წევრი მაქვს, კახაკუკავას გეტყვი ახლა მარტო. ყოველთვის მექნება ის განცდა, რომ კაცო ორკაციანი პარტიით მოვიდა, კაცი და უფრო მაღალი რეიტინგი მაქვს მასზე. ანუ შეხმათა თანაბარდობაზე ლაპარაკობ. საქართველოში რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული დისბალანსი ზუსტი ძლიერი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ არა იმდენად. რო არსებობდეს ეგეთი პოლიტიკური პარტიების შალვა, მაშინ არ იქნებოდა მოლაპარაკებების საჭირო. სააკაშვილის მოლაპარაკებების წესით არ შეუქმნია ეს კოალიცია. პირდაპირ მივიდნენ, თხოვეს და იმან თანხმობა გასცა. ასე მოხდა ზვიად განსახორდია დროსაც. ეხლა ესე არ არის. ეხლა რეალურად მაღალი და დაბალი რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას აქვს 0.6 და ვიღაცას 1.4. რატო? ქრისტიან დემოკრატებს ბევრი აქვს. ნუ არ გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს, NDS გამოკითხვებში აქვს, ნუ რავი, არ მგონია. ანუ თქვენ არ ენდობით ბატონ კახა NDS გამოკითხები? რა თქმა უნდა არ ვენდობი ეხლა და მგონია რომ არა თუ არ ვენდობი და ცდარია ესე კი არ მგონია საერთოდ მგონია რომ გამოკითხვა არ არის ეგ და პროპაგანდა თუ შედგება ერთობა ნოლების ერთობა შედგება არის ესეთი ეფექტი მაგალითად გაერთიანებული ოპოზიციის დროს საპარლამენტო კი როდესაც 1+1 არ არის 2 და შეიძლება არის 7
იყო მაგალითად ერთ-ერთი პარტია გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც ძალიან რეიტინგული და ეფექტური იყო კოალიციის შიგნით, მაგრამ კოალიციის გარეთ ვერ მიიღო იმდენი ხმები, რამდენის მოლოდინიც იყო. ქონდა. და სხვა შორის რესპუბლიკელებზე არ მოგობ მარტო ნათი, ყველა პარტიის შემთხვევაში იგივე იქნებოდა, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა საერთო ოპოზიციური პრაგმატიზმი აკლია შენ საუბარს, ვერ ხვდები. მე მგონი ქართულ პოლიტიკას აკლია ზოგადად. ვერ ხვდები რანაირად უნდა შეთანხმდეს 8, 9, 10, 12 პარტია. რადგან რა უნდა კაი, გიპასუხებ მაგ შეკითხვაზეც. მე საერთოდ არ ვფიქრობ. კითხე და გიპასუხე რომ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის სრული ერთობის შექმნა და თუნდაც ხალხურავალი ერთობის შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ეს უნდა იყოს ღია, მართლა ღია იყო, არაპირულად ღია. მართლა ღია უნდა იყოს, მაგრამ რა ერთობაც შეიქმნება თუ ის გადადგამს რეალურად წვავე ნაბიჯებს და თუნდაც ქუჩაში იმ ნაბიჯებს, რომელიც იქნება აიძულებს ხელისუფლებას დათმოს. ეს იქნება ერთობა. ეხლა იმასაც გეტყვი, რომ სააკაშვილი სულაც არ იყო ერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური ძალები, ძირითადი პოლიტიკური ძალებთან ვერაფერი შეთანხმებაც მან ვერ მიაღწია 2003 წელს. ის გახდა ერთობა იმის გამო, რომ ბოლნისში და ბათუმში გახდა ის ერთობა, იმიტომ რომ გადადგა მწვავე ნაბიჯები და ამის შემდგომ სხვა პარტიების მიმართ ინტერესის საზოგადოებამ გადადა. პროცედიანი პარტიებია. კი, არა, დაიკარგა ინტერესი. ანუ მექანიკური ერთობა კი არ იყო. ეხლა შეიძლება რომ მაინც და მაინც აუცილებელი კი არ არის, რომ თუ არის 15 პარტია, 15 პარტიის ხელმოწერა იყოს ერთობის ქარტიაზე. არა. იყოს თუნდაც 4 პარტია, მაგრამ თუ ის 4 პარტია ეფექტურ სტრატეგიისთვის იქნება საკმარისი, აი ეს 4 პარტია იქნება ერთობა. ბატონო, ხა ამ შემთხვევაში ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა. როგორ ფიქრობთ, თქვენ რამდენიმე წელია იბრძვით თქვა ადმინისტრაციული შენობების გარეთ, როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა იგივე გიორგი თარგამაძესთან და ქრისტიანულ მოძრაობასთან. ქრისტიან-დემოკრატებთან. ძალიან კარგად წარმომიდგენია, იმიტომ რომ თუ პრინციპი არის ყველა მინუს 1 და ბევრი ოპოზიციური პარტია, ამას რატომღაც სხვა ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაში ყველა მინუს 3 თქვა ხიდაში. ყველა მინუს 3 მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე როცა იწყება ამ ფორმულებს არასწორი, ფორმულას თუ აწესებ ყველა მინუს 1 უნდა იყოს ხელისუფლება. თუ ამ ფორმულას აწესებ ეხა რატო მარტო ქრისტიან-დემოკრატები რა სხვების მიმართ ნაკლები პრეტენზიები გვაქვს, ნაკლები წყენა გვაქვს, ნაკლები განსხვავებები გვაქვს თუ რა? პრინციპი, როდესაც შექმნი კოალიციას იმისთვის, რომ ტირანია და ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა, არის ყველა მინუს 1 და სულაც არ ნიშნავს ამ თუნდაც ხო არიანი მოლაპარაკებებში მათთან ერთადაც კაცო. ამიტომ თუ ვიღაცა გეთანხმება შენ იმ სტრატეგიაზე, რა სტრატეგიასაც ხელისუფლების შეცვლისათვის ირჩევ, არ ნიშნავს მასთან თანამშრომლობა, რომ ის მოგწონს. მე ესე მესმის და იგივე 9 აპრილის დროს ეხა მახსენდება იქ ისეთი კოალიცია იყო რომ მტერს და აავს, მაგრამ თქვით რომ ყველასთვის ღიაა ეს 9 აპრილის ქარტია. ხო, თუმცა მაშინ დავით დაავს რო იყო ვერ მიაღწია შედეგი. ბატონო, ხა ჩვენ დრო თითქმის ამოიწრო, მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა, არ ვიცი რამდენი ბოლო შალვას თუ არ ეკნა მე რამე. როგორ წარმოგიდგენიათ? დიახ, არ არის შენახული შეკითხვა, ბუნებრივად გაჩნდა უბრალოდ და ალბათ საზოგადოებასაც გავუშვდა. როგორ წარმოგიდგენიათ იმ დროს, როდესაც უკვე გაჩნდა ფორმულა, თქვა ყველას -3. იქ ერთი სუბიექტი ამბობს, რომ არ მიიღებს აქციებში მონაწილეობას. იქ ვიღაცა ამბობს, რომ აქციები გაიმართება. იქ თქვა ვიღაცები ამბობენ, რომ გაჩეჩილაძეს არ მივიღებთ რვიანში. თვით პოლიტიკოსები რას ამბობენ პრესაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის ინტერესები და თხოს და მე მოიფიქრებენ ეგ პოლიტიკოსები მაგაში დახელოვნებულები არიან რომ ახსნა რომ მეც რომ სხვა განცხადებას რომ გააკეთებენ რომ ეს სულაც არ არის სხვადასხვა განცხადება. ეგ არ არის პრობლემა. თავარი არის რომ ინტერესები დაიმთხოს. მე მგონია რომ რეალურად ყოველ შემთხვევაში ყველასი თუ არა, ძირითადი პოლიტიკური ძალების ინტერესები დღეს ერთმანეთს ემთხვევა, იმიტომ რომ სააკაშვილის პირობებში იმ ერთი პარტიის გარდა ყველა გამოკითხვაში რო იღებს გარანტირებულ იმ ორნიშნა პროცენტს, არც ერთ სხვას არაფრის გარანტია არ აქვს, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში. და რა უნდა იყოს მაშინ ბოლო შეკითხვა, ჩემი მაპროვოცირებელი აი ესეთი ერთობისა. გასაგებია რომ ძლიერი ლიდერი ვერ იქნება, იმიტომ რომ შენი აზრით არ არის, ხო? ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და რა უნდა იყოს მაპროვოცირებელი მაშინ? ბატონო, ხა ლიდერი არ გჭირდება. მაპროვოცირებელი როგორ არის? ნათია, ეხლა როგორ არის? ლიდერი ხო არ არის? ეს ჯობჯეზე ხო არ დადებე? ხო, ექიმი მეწარმედა ჯობჯეზე ხო არ დადებე ხა რომ ვეძებთ ლიდერს? არ არის. არ არის, რადგან არ არის? ლიდერი რო არსებობდა შალვა რამიშვილის, კახა კუკავას და ნათია მიქიაშვილის განხილვა არ ჭირდება. მოვა აი ჩვენ არ შეგვეკითხებათ, გამოგვიგზავნოს ბრძანებას და იძულებული ვიქნებით რომ მივიღოთ. არ არის ესეთი ლიდერი, მორჩა. ანუ ეს ფაქტია. ულიდეროდ ბატონო, კახა აქციები. რატო არის ეხლა რატო? საზოგადოებას ჭირდება ნებისმიერ, უბრალოდ PR ტექნოლოგიას რომ კითხავთ ნებისმიერ საზოგადოებას ჭირდება ლიდერი. ორივე ფლანგმა აი ამ ერთწლიანი კონკურენციის შემდგომ მომლაპარაკებლებმა და არა მომლაპარაკებლებმა ჩემი აზრით აი ამ ერთწლიანი გამოცდილება არის საკმარისი იმისთვის გააცნობიეროს რომ ორივე არის არა თვითკმარი და არა კონკურენტუნარიანი ხელისუფლებასთან. კარგი, რაც არა შეთანხმება მოახერხეთ იმაზე რომ ლიდერი არ შედგა და არც რეოლუცია არ შედგა. ნუ ლიდერი არ ყავს, ამაზე შეთანხმდით. არა, ეგ როცა შეთანხმებული არის. ეს არგუმენტებს ირაკლი. შეთანხმება უნდა ნათია, ფაქტი არის, ცხადი არის და როცა იქნება არც ჩვენი თანხმობა არ დაჭირდება. ეგ სხვა შორის სასაცილო არის ხანდახან კონსულტაციები იმართება ვინ იყოს ლიდერი არსად არ ხდება ასე. როდესაც უკვე იწყება კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის, ბუნებრივად არჩეული ლიდერი ყოველთვის უფრო მომგებიანი. პრეცედენტებიც არსებობს, როცა კოალიცია არის ლიდერის გარეშე, ბევრი, როგორც საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნებში, ისე ავტორიტარიზმში, სადაც იქნება რაღაცა. ხო, მაგრამ არა საქართველოში, ბატონო, კახა, დიდი მადლობა, ბატონო, კახა სტუდიაში. კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე.